გამარჯობა მეგობრებო, მოდით ვისაუბროთ ამბიციურობაზე. პირველ რიგში ძალიან საინტერესოა, რომ ის ცნება სრულიად განსხვავებულად განიმარტება ქართულ ლექსიკონში და სრულიად განსხვავებულად განიმარტება ინგლისურ ენაში. ანუ თვითონ გულისხმობ კონოტაციას და გეტყვით რას გულისხმობ ამაში. ამბიციურობა ქართულ განმარტებით ლექსიკონში არის ძირითადად გვხვდება დაკავშირებული ამპარტავნებასთან, საკუთარი თავის გადაჭარბებულ დაფასებასთან, ხოლო ინგლისურ ენაში დეფინიციას, როცა ვკითხულობთ ამბიციურობის, იქ უფრო მეტად დაკავშირებულია მიღწევის მოთხოვნილებასთან, უფრო მეტად დაკავშირებულია გამოწვევების აღქმასთან და მათთან გამკლავების შეჭიდებასთან. რატომ შეიძლება იყოს ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავება ამ ორ ფრაზას შორის. ნუ ზოგადად ხდება ხოლმე ისე, რომ ხანდახან ორ ენაში სიტყვები ერთმანეთს გავს და გონია რომ ერთ და იგივე სიტყვაა და ამ დროს ორი სხვადასხვა სიტყვაა, უბრალოდ გარეგნულად გავს, ფონეტიკურად გავს ორი სიტყვა ერთმანეთს უბრალოდ ორ ენაში და აი მაგალითად როგორც person, persona და person, ნუ ანუ უბრალოდ საკითხია, რაზეც შეიძლება მსჯელობა. ზოგადად ქართული საზოგადოება მაინც ანუ როგორც გზაგასაყარზე ყველაფერში, ნუ რაღაცე არც წმინდად კოლექტივისტურია და არც წმინდად ინდივიდუალისტური. კოლექტივისტური საზოგადოებები უფრო მეტად მიდრეკილნი არიან საზოგადოების გაძლიერებაზე, ერთიანობაზე, მთლიანობაზე, იმაზე, რომ მე საზოგადოებაში ვთქვათ, როგორ შევძლებ, ანუ საზოგადოების წინ წაწევას და მე როგორც ერთი არა როგორც გამორჩეული და საუკეთესო, არამედ როგორც ერთი მთლიანობის ნაწილი. შესაბამისი ღირებულებების ფასდება კოლექტივისტურ საზოგადოებებში. ინდივიდუალისტურ საზოგადოებებში უფრო მეტად გამოწეულია, რომ მე როგორც განსხვავებული, მე როგორც ინდივიდი, მე როგორც ადამიანი, რომელსაც ჩემი სათქმელი მაქვს. ანუ აქედან გამომდინარე, ორივეში შეიძლება იყოს ასეთი თანაკვეთა. მე პირადად ამბიციურობა უფრო რაღაც აი ამ ინგლისური ენის დეფინიციის შესაბამისად უბრალოდ უფრო მესმოდა და ალბათ შემთხვევაში ადამიანებს უბრალოდ რაღაც ძალიან საინტერესო განსვლა ხოლმე აი სიტყვით შემერთებებს შორის და უბრალოდ ცოტა პარადოქსულია, რომ ესეთი რაღაცა აღმოვაჩინე, ანუ სიტყვის მნიშვნელობაც იცვლება, ანუ ადრე თუ ეს მნიშვნელობა ქონდა, სავარაუდოდ ეს მნიშვნელობა დროთა განმავლობაში შეიცვალა. მე მახსოვს, რომ ჩემი ეროვნულზე ესე მომივიდა, მე ზუსტად ეს რომ ანუ ორჯერ მაქვს მე ეროვნული გამოცდები ჩაბარებული, ერთხელ ფსიქოლოგიაზე რომ სწავლობდი და მეორედ როცა სამართალზე დავიწყე სწავლა. ესე მომივიდა ამბიციურობა წარმატების მიღწევის ერთადერთი აუცილებელი საშუალებაა თუ ზედმეტად დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და აი ზუსტად ჩვენ კითხვას პასუხობს, რომ ანუ ორი სრულიად განსხვავებული დეფინიცია. აქ აღქმაზეც შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ აი ჩვენ ზუსტად აი ამის შესაბამისი სიტყვა გვჭირდება, ხო? უფრო აი რაღაც ის ჩელენჯი და აი ეს ჩელენჯი უნდა გადავახოთ. ძალიან საინტერესო. ოღონდ ანუ არა რაღაც გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე. ფაქტია, რომ ეს ორი დეფინიცია ურთიერთ არსენაშია და კიდე ერთი რის დამატებაც მინდოდა ჰენრი მარეის აქვს ეს ძალიან საინტერესო ცნება შემოტანილი იკარუსის კომპლექსი. ასეთი იკარუსის მითია, რომ არსებობს იკარუსის ლეგენდა, რომ დედალუსი და იკარუსი მამაშვილი იმყოფებოდნენ გვირაბ გამოქვაბულში და მათ სურდათ აი ამ კეიჯისთვის თავის დაღწევა. დედალუსმა ანუ მამამ დაიწყო ფრთების შეკერვა და დამზადება. უბრალოდ გააფრთხილა შვილი, რომ არ ძალიან მაღლა უნდა ეფრინა მზესთან, არ ძალიან ახლოს უნდა ეფრინა მზესთან, იმიტომ რომ ის დაიწვებოდა და არ ძალიან ქვემოთ, იმიტომ რომ გაიყინებოდა. როცა გამოაღწიეს იკარუსმა, იმდენად დიდი სიამოვნება მიიღო ამ ფრენით და აი ამ ყოველდღიური ტკბობის, რომ ვეღარ განსაზღვრა და ახლოს მივიდა ძალიან მზესთან და დაიწვა, წებოდა ადნა მზეზე და დაიხრჩო იკარუსი. ესე ძალიან საინტერესოა, რომ გაგებულია იკარუსი როგორც ამპარტავანი ზედმეტად ამბიციური ადამიანი და ჰენრი მარეი ასე თქვათ გამოყავს აქედან კომპლექსი, იკარუსის კომპლექსი, რომ ანუ ზედმეტად ამბიციურობა, ძალიან მაღალი მოთხოვნის მიღწევის მოთხოვნილება. ნუ აქ კიდე ერთ ფაქტორზე ყურადღება გასამახვილებელი, რომ ანუ მე შეიძლება აუცილებელია ყველა საქმეში მიღწევის მაღალი მოთხოვნილება, იმიტომ რომ უნდა მქონდეს мотивация, ხო, რომ მე რაღაც გავაკეთო. უბრალოდ თუ საქმე უკვე იმაშია, რომ მე უბრალოდ რაღაც უნდა მივაღწიო და
ჩემი თვითმიზანი არა კონკრეტულად რაღაც შედეგი არ ამით ის არის რომ მე უნდა რაღაცა მივაღწიო და ის გავაკეთო და ეს გავაკეთო და ანუ უკვე ეს ყველაფერი პათოლოგიურში გადადის და შინაარსი იკარგება და მხოლოდ პროცესი რჩება, ესეც რეალურად დამეზიანებელი შეიძლება იყოს. მადლობა ყურადღებისთვის.